მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი დებატები გაიმართა. კიდევ ერთხელ იმსჯელეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. მსჯელობა ევროკომისიის წარმომადგენელმა მაგნუს ბრანერმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან შემაშფოთებელია. ევროპარლამენტართა უმრავლესობამ გააკრიტიკა ქართული ოცნება. საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარების სრულიად მეუღებელია. ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა. მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლო დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ. ძალადობის აქტები უნდა გამოიძიონ და ანგარიშ ვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. ასევე მოუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს მიიღონ ეუთოს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში. მათ შორის განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ საქართველოს საზოგადოების მოწოდება. ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ. პირველ რიგში ქართველი ხალხის ერთადერთი ჭეშმარიტი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მეორე, ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს თვითგამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლებას. მოსახლეობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა გრძელდება. ევროპას ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს პასუხისმგებელი პირების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებით. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი შეფერხების გარეშე. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. ჯერ კიდევ ველოდებით თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით, მაშინ როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე გააკეთა ეს, ბატონო ევროკომისარო. ხალხი 55 დღის მანძილზე გამოდის, მათ წინააღმდეგ რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა, საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების დაწესება. ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა. ქართველებს, რომლებიც ქუჩებში ევროპული დროშებით გამოხატავენ პროტესტს, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი 1, ევროპა 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოდით ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ. ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის დაკავებული პირების საქმეების განხილვა გრძელდება. იმსჯელეს 9 იანვარს გზის გადაკეტვაში ბრალდებულ მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმეზე. ბრალდებულის თქმით, მას გზა არ გადაუკეტავს და მის ადგილზე მისვლის დროს აქციის მონაწილეებს უკვე დაკავებული ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა 10 თებერვლამდე გადაიდო. კარგად მომეცა საშუალება ჩემი პოზიციის გამოთქმის, მადლობა ჩემს ადვოკატს, მან უკვე სხვანაირად გაშალა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მე ზოგადად არაკონკრეტულ 9 იანვარს ზოგადად სხვა დროსაც არასოდეს არ ყოფილ ვარ ასეთი გადაკეტვის მონაწილე და არც სამართალდამცავებისგან არასდროს არ ყოფილა რაღაცა მოწოდება, რომ თქვა თავი შევიკავო და მე ვარღვევ რაღაცა კანონს. პირველ რიგში, რავი, პროცესი დაწყება დაგვიანდა და დროზე რომ დაწყებულიყო ალბათ შევძლებდით დაგვესრულებინა. ჩვენი მხრიდან გამოვიკვლიეთ ყველა მტკიცებულება, ფაქტია, რომ დასტურდება, რომ ქალბატონ ანას არ დაურღვევი არაფერი, მით უმეტეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია. ეხლავე შეეძლო, რა თქმა უნდა, დაესრულებია და გადაეწყვიტა საქმის ბედი და ეთქვა, რომ ქალბატონი ანა სამართალდამცავი არ არის და მასზე არ ყოფილიყო რაიმე ხასიათის პასუხისმგებლობა დაკისრებული, თუმცა სასამართლომ გადადება არჩია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით უახლოეს ხანში ოზურგეთში სხვადასხვა ქუჩაზე და სოფლებში გზების რეაბილიტაცია დაიწყება. როგორც მერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო 9,167,587 ლარი, რაც ინფრასტრუქტურულ და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება 20 პროექტზე, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 17,311,335 ლარს. ეს პროექტებია: ქალაქ ოზურგეთში ანასეულის დასახლებაში უნივერსიტეტისა და მეცნიერების ქუჩის რეაბილიტაცია. დაიხარჯება 997,306 ლარი. ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმედებლის პირველი და მეორე შესახვევების რეაბილიტაცია, რაზეც ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ქალაქ ოზურგეთში ლესელიზის ქუჩა, მესამე შესახვევში და ჯანაშიას ქუჩის მონაკვეთის გზის სავალი ნაწილისა და სანეაღვრე არხების მოწყობა. დაიხარჯება 366,955 ლარი. დაბა ურეკში გავაკეთებთ გოგუაძის ქუჩის, მაგნეტიტის ქუჩის, წერეთლის და კიდევ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას, რაზეც ჯამურად დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ქალაქ ოზურგეთში თავართილაძის ქუჩიდან სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიხარჯება 297,480 ლარი. სოფელ შემოქმედში გეგმავთ 26 და მე-13 ქუჩების შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას, რაზეც 1,256,739 ლარი დაიხარჯება. სოფელ ძიმითში გეგმავთ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას, ჯამში 2,204,736 ლარი დაიხარჯება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანფალეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს. მეწყერ საშიში ზონა აქ კიდევ უფრო საფრთხის შემცველი გახდა. გადასაადგილებლად გამოუსადეგარი გახდა სოფლის ცენტრალური გზა. პრობლემები შეექმნა საცხოვრებელ სახლებს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი სოფელ ფანფალეთიდან. მდგომარეობარი უკიდურესად საფრთხის შემცველი, შეიძლება გამეორდეს შოვის ტრაგედია, თქვენც ხედავთ რა მდგომარეობა, საათებში იცვლება მდგომარეობა. სოფელ ფანფალეთში მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფლის ცენტრალური გზა, რომელიც რამდენიმე სოფელს აკავშირებს, უკვე დიდი ხანია ინტენსიურად იმეწყება და იშლება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არაერთხელ მიმართეს სოფლის რწმუნებულს. ითხოვენ გეოლოგების ჩართვას და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. თუმცა ერთადერთი, რაც წლების მანძილზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღეს, ამ დამეწყრულ გზაზე ხრეშის დაყრა და ვითარების მცირე დროით გამოსწორება იყო. ფანფალეთში ამბობენ, რომ საფრთხის წინაშეა მათი სახლები. ფანჯრები აღარ იკეტება და მიწის დაძვრის სხვა არაერთი სიმპტომი უკვე სახეზეა. ღელეში ჩასული მე აქ ვდგან ვარ. თუმცა ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ადგილობრივებმა ვერ მიაღწიეს. მდგომარეობარი უკიდურესად საფრთხის შემცველი, შეიძლება გამეორდეს შოვის ტრაგედია, თქვენც ხედავთ რა მდგომარეობა, საათებში იცვლება მდგომარეობა და არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმდენად აღელვებული ვარ და იმდენად დაშინებული ვარ, რომ ერთადერთი ვარ ღვთის ანაბარად. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ თქვენ დაგვეხმარეთ ფართო საზოგადოებამ გაიგოს. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გეოლოგები ჩამოვიდნენ და დადონ დასკვნა. შეიძლება თუ არა საერთოდ აქ ცხოვრება. პირველი ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. არ იღება ჭიშკარი, არ იღება ფანჯრები, ჩამოვარდა წყლის გამათბობელი. ძალიან საშიში პრობლემა. ჩემთან სახლში ახალჩასმული მეტალოს ფანჯრები უკვე აღარ იღება. აგერ კაც მოადგა შვავი რამოდენიმე ის მოუჭრა, ეგერ მაცხოვრებელია, მოვიდნენ, ნახენ, კი ბატონო, დაგეხმარებით, გეკუთნის, მაგრამ არ გეკუთნის უთხრენ. შეხედეთ, რამხელა ხრამია და სიცოცხლის საფრთხე არ შეექმნება? ხო და თქვენ კიდე იძახით, რომ სიცოცხლის საფრთხე არ შეიქმნება. როგორ არ შეიქმნება? 4 ბავშვი ჩავსვით დღეს და ლოცვით გამოვაცილე, რომ ეს ადგილი გაეარა ავტობუს მშვიდობით. მოსახლეობა ამბობს, რომ ვითარებას ართულებს მძიმე წონიანი მანქანები, რომლებიც ამ გზაზე გადაადგილდებიან. გადააქვთ კანონით დასაშვებზე მეტი ტვირთი და მონაკვეთის დაზიანებას კიდევ უფრო აჩქარებენ. ამ პრობლემას ართულებს კიდევ ის, რომ კეთდება ჰესები, დადის მძიმე წონიანი მანქანები, როგორც იცით, არავინ არ აკონტროლებს იმას, რომ ეს მანქანები დაცულზე მეტი სიმძიმე გადააქვს თუ არა, თუმცა რაც არის დაცული ისიც რომ გადაიტანოს ამ გზისთვის მიუღებელია. ეს გამოიწვია ყველაფერი მძიმე იმის, რა ქვია, მანქანებმა. რომელიც დადის თვითონ 24 ტონაა და კიდო დატვირთული რამდენი ტონა იქნება. ვერ გუძლო ნენა ამას და გამოიწვია. როგორც ფანფალეთელები ამბობენ, ავტომანქანები აქვე მდებარე ჰესის
და ეგრეთ წოდებული კარიერის მშენებლობას ემსახურებიან. თუმცა როგორც კომპანია ბახვი ჰესის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ამ გზით მათმა ავტომანქანებმა მხოლოდ რამდენჯერმე გაიარეს შეშის გადაზიდვის მიზნით, მაგრამ კომპანიის მენეჯმენტის მყისიერი რეაგირების შემდეგ მარშრუტის შეცვლა მოხდა. მოსახლეობა ვერ აზუსტებს რა დროს კონკრეტულად რომელი კომპანიის მანქანები გადაადგილდებიან, თუმცა მათი თქმით გზაზე მძიმეწონიანი ავტომანქანების კვლავ ინტენსიური მოძრაობაა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ თემაზე საუბარი მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაიწყეს და ვითარების გაშუქება მედიამ დაიწყო, ოზურგეთის მერის მოადგილე ადგილზე მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მოვიდა. ნიკა ბოლქვაძეს არ აღმოაჩნდა არც ერთი კონკრეტული პასუხი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და საქმეში რომ გეოლოგების ჩართვა აუცილებელია, ამ დასკვნამდე მოსახლეობასთან დიალოგისას მივიდა. ეს არის ხალბატონო მეწყრული პროცესი სამწუხაროდ, რომელიც არის შეუჩერებელი, რომელიც არ ჩერდება, იცით თქვენ მეწყერის. აი ეს არის პრობლემა, თორე ვიცით, რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ გაკეთებულიყო გზა არ ჩაკეტილიყო, ყოველთვის ვაკეთებდით. ბოდიში რომ გაწყვეტილებ, მაგრამ გზის აქ მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ გზა არ ჩაიკეტოს, თუ მოსახლეობის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. მოსახლეობის უსაფრთხოებას თქვენ რას გულისხმობთ? მოსახლეობის უსაფრთხოებას იმას გულისხმობ, რომ მიგვემართა გეოლოგიის სამსახურისთვის, გეოლოგებს დაედოთ დასკვნა და მათ ეთქვათ, შეიძლება თუ არა განუსაზღვრელი ტონობით ქვიშის დაყრა ეროზიული ტიპის ნიადაგზე, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობდა უამინდობის დროს პროცესის წინ წასვლას. ხალბატონო, ეროზირებულ ადგილზე უნდა შეივსოს, რომ უფრო მეტი წყალი არ ჩავიდეს, რომ კიდევ უფრო არ დააზიანოს. ეს არის ამის პრევენცია, სხვა მეტი პრევენცია ამ ეტაპზე. გამორიცხული რომ გააკეთოთ. ერთი წუთით რა, გამოსავალი რა არის, მაგას ამ ეტაპზე ხა ესე ერთი შეხედვით ვერ გეტყვით, ხო? რა ეშველება მეწყრულ პროცესს რას? რას თქვენ როგორ გონიათ რა ეშველება? მე რომ მეკითხებთ, მე როგორ მეკითხებთ ხალბატონო, მეწყრული პროცესი რომელიც არ ჩერდება. არის პრობლემური. არა, ხალხი როგორ? ამ პრობლემის წინაშე უნდა იყვნენ და ასე ცხოვრება გააგრძელონ, ამას მეუბნებით? დავიძინოთ და ვეღარ გავიღვიძოთ. რატო ვერ გონდა? ბავშვი ჩემი 4 შვილი. აქ ცხოვრობ მე, ფანჯარას ვერ ვაღებ, კარს ვერ ვაღებ. ყველა სამსახური იქნება ჩართული, ვინც არის საჭირო. ვინც არის საჭირო? გეოლოგი იქნება, გეოლოგიური დეპარტამენტი იქნება, თუ რაც იქნება საჭირო, ყველა დეპარტამენტი იქნება ჩართული, რომ მოვიდნენ და შეისწავლონ ინფორმაცია. აი უახლოეს მომავალში. მოსახლეობის ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ საბოლოოდ მუნიციპალიტეტი დათანხმდა გზის დროებით გადაკეთებას, რათა ამ დამეწყრულ გზაზე უბედური შემთხვევა არ მოხდეს. რისი ალბათობაც გზის მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალია. ახლა მოსახლეობა მერის მოადგილის დაპირების შესრულებას ელის, რომლის თანახმადაც გეოლოგებთან დაკავშირება ამავე დღეს უნდა მოხდეს. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ამ დაპირების არ სჯერათ. როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჩაკეტილი მონაკვეთის გამო შემოვლითი გზით სარგებლობა რამდენიმე სოფლის მოსახლეობას კიდევ რამდენხანს მოუწევს, საკმაოდ ბუნდოვანია. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ სამოქალაქო აქტივისტი და გარემოს დაცვითი ორგანიზაცია ეკოს დამფუძნებელი პედაგოგი ცხადია ირმა გორდელაძე. მოგესალმებით, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ ირმა. პირველ შემთხვევაში მინდა შევეხოთ ჩვენს ეთერში ახლახანს გასულ რეპორტაჟს სოფელ ფამფალეთიდან, სადაც ადამიანები ითხოვენ ხელისუფლებისგან დროულგიერ და მყისიერ სასწრაფო დახმარებას, რადგან იქაურობა არის მეწყერ საშიში ზონა მოგეხსენება. ისინი ამბობენ, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. თქვენ რას გვეტყოდით? აი თქვენი მიმართულებიდან, გარემოს დაცვიდან, ეკოლოგიის მიმართულებით, რამდენად სერიოზულია ეს საფრთხე და რამდენად რთულია ის პერიმეტრი და ის მხარე, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, გულისხმობთ ისპირი ასკანა ფამფალეთს ამ შემთხვევაში. დიახ, თამთა მე ვნახე ეს სიუჟეტი. უბრალოდ მე არ მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ და მოსახლეობას ჩემთვის არ უცნობებია, თორემ მე აუცილებლად მივიდოდი და გავეცნობოდი სიტუაციას და ასევე ვეცდებოდი დაკვალიანებას, მაგრამ რა თქმა უნდა მე მივალ ამ დღეებში და ვნახავ რა სიტუაცია და რითი შემეძლება დახმარება. მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მაღალმთიან სოფლებში არა მარტო გურიაში, საქართველოს მასშტაბით მეწყერული პროცესები არის გააქტიურებული. რაც ყოველთვის იყო, მაგრამ დაჩქარებულია, იმიტომ რომ უკავშირდება კლიმატურ ცვლილებებს
და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად, ესე ვთქვათ, ხდება უკვე საშიში პროცესები, რომელიც ფალმა დაგვიფაროს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ფატალურად სრულდება და ამის მაგალითი ჩვენ შაშანцი მქონდა გურიაშიც, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ხამ სიუჟეტის მიხედვით მცოცავი გზა, ანუ მეწყერული ზონა და იქვე არის მოსახლეობა. მინდა გითხრათ, რომ აქ რა თქმა უნდა აუცილებელია გეოლოგების შარევა, აუცილებელია დასკვნების გაკეთება და თუ რამდენად საშიშროების ქვეშ არის თითოეული მოსახლე. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ წვიმების შემდეგ ეს ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია და ყოველთვის ძლიერი წვიმების შემდეგ ხდება, ესე ვთქვათ, მეწყერული პროცესის განვითარება და წინ გაზაფხული გვაქვს. წინ გაზაფხული გვაქვს და გაზაფხული ცნობილია როგორც წყალმოვარდნებით, ღვარცოფებით. არის ღვარცოფული მოვლენები იწვევს სწორედ აი ფერდობებზე, მაღალმთიან სოფლებში, აი ამ ესე ვთქვათ მეწყერულ პროცესებს. ამიტომ აუცილებელი არის აქ გეოლოგების, ესე ვთქვათ, ჩამოსვლა, კვლევის გაკეთება და რომელი ოჯახიც არის საშიშროების ზონაში, აუცილებლად უნდა იქნენ დროებით, ესე ვთქვათ, გასახლებული იმ ტერიტორიიდან. ეხლა ვის ევალება ეს? ეს ევალება ეროვნულ სააგენტოს და ეროვნულ სააგენტოს ეს ინფორმაცია მოსახლეობასთან ერთად უნდა მიაწოდოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. ასევე მინდა გითხრათ, რომ სიუჟეტში ვნახე, რომ გზაზე მძიმე სატვირთოები გადაადგილდებიან, კარიერი იქნება თუ ხესი იქნება და როგორც გაირკვა, შენგან გავიგეთ ამთა, რომ ამ სატვირთოებმა შეწყვიტეს, ესე ვთქვათ, მოძრაობა, რადგან მათვისაც საში ხო. და ჰესის კომპანიის მხრიდან შეწყვეტილია, გითხრეს ჩვენი. თუმცა სატვირთო ავტომობილები მოსახლეობის თქმით კვლავ გადაადგილდებიან. ხო, ეხლა ადგილზე მივალ აუცილებლად ნახავ, რომელი კომპანიის კარიერია თუ რომელი კომპანიის მძიმე სატვირთოები გადაადგილდებიან და ზოგადად სწორედ ის თემაა, რასაც 3 წლის წინ ვამბობდით, რომ აუცილებელი ამ სატვირთოების აწონვა, სასწორების დადგმა, ყველა საკითხი მოგვარებული იყო, მაგრამ არ დაიდგა, იმიტომ რომ ეს ესე ვთქვათ, კორუფციული გარიგების სქემის ერთ-ერთი ნაწილია, არანაირად არ შეიძლება იმაზე მეტი, ესე ვთქვათ, ტვირთის დადება ამ სატვირთოებზე, რაც რეკომენდირებულია საქართველოს კანონმდებლობის, მაგრამ კანონს ვინასრულებს ჩვენს ქვეყანაში. ეხლა მოსახლეობა არის დიდი საშიშროების ქვეშ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ესეთი პროცესებია გარემოს დაცვისთვის და ესეთი პროცესებისთვის ვერ მივიცრით, სანამ ტრაგედია არ ხდება. რა ტრაგედია არ მოხდა 2 წლის წინ და აუცილებლად ყურადსაღებია ახლა უკვე ამ მოსახლეობის მდგომარეობა, მათი სახლები, როგორც თქვით, რომ კარს და პანჯარას ვერ ხურავენ, იმიტომ რომ ანუ დიახ, მე ყოველთვის ამას ვედავებოდი ხოლმე ნებისმიერი კარიერის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელებს, რომ შემოვლითი გზა გაეკეთებინათ და მოსახლეობაში არ ყოფილიყო ამ მძიმე სატვირთოების მოძრაობა. აი მაგალითად სუფსიდან და გინდა რაც ხდება დღეს მდინარე ნატანებზე, გინდა მდინარე სუფსაზე, გაანადგურებენ არამარტო ადგილობრივი მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე, ისე განადგურებულს ტოვებენ. მე ესეთი მაგალითი შემიძლია, ეს თვითონ კარიერები და ეხლა რაც შეეხება თვითმმართველობას, სოფელ ბაილეთის გაგრძელება სოფელში, წინა საარჩევნოდ ჭანიეთურში დააგეს გზა და ბაილეთის გზა გაფუჭდა. ანუ ოქტომბრის შემდეგ 4 თვეა გასული და ის გაბუჭებული დაზიანებული გზა ისე დაზიანებული, ამას გავაკეთებდო და ვაკვირდები სპეციალურად, როგორ კარიერებიდან მძიმე სატვირთოები რო დადიოდა სახუცარი მდგომარეობა ბაილეთის სილაურისკენ გზაზე. ამიტომ ყოველთვის ამას ვეუბნებოდი, რომ შემოვლითი გზა იმას ნიშნავს, რომ ისედაც მაღალმთიანი სოფელია, ისედაც ზღვასაშიში ადგილებია და იქ რო მძიმე სატვირთოები გადაადგილდება განუწყვეტლივ, ესეც რა თქმა უნდა ხელს უწყობს აი ამ მეწყერულ პროცესზე, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით
მეწყერული პროცესები გააქტიურდება და განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც იქნება ღვარცობები და მოვარდნები. ამიტომ ამ მოსახლეობას თუ არ მივხედეთ, ჩვენ და არ ჩამოვიდა გეოლოგები და არ დადოენ ექსპერტული დასკვნა, რომ რა საშიშროების რა კატეგორიის, ესე ვთქვათ, არის თითოეული ეს ეზო, ამ გზისპირა ეზო და სახლები. მათ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. მიიღეს გუშინ დაპირება მერის მოადგილისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნებოდა კომუნიკაცია გეოლოგებთან. როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ? ან როგორია პრაქტიკა ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის? როგორ ფიქრობთ, რამდენად გონივრულ დროში მოხდება და რა შეიძლება ველოდოთ? ანუ რამდენად სწრაფად ხდება ხოლმე მსგავსი ადგილების შემოწმება? ნუ იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ეს ადგილი პრობლემური იყო უკვე ძალიან დიდი ხანია და აქამდე შესაძლებელი იყო და აუცილებელი გეოლოგების ჩართვა, თუმცა ეხლა უკვე არის დაპირება, რომ ჩაერთვებიან. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად არის მოლოდინი იმის, რომ ეს ყველაფერი გონივრულად, სწრაფად და ოპერატიულად გაკეთდება? ის რაც მოსახლეობის ინტერესებში. ესე იგი, სხვადასხვა საქართველოს ხელი მოწერილი აქვს გლობალური დათბობის საწინააღმდეგო პრევენციების, ესე ვთქვათ, თავიდან ხო, აცილების, ესე ვთქვათ, საკითხებში და ეს უკვე გლობალურია, მთელი მსოფლიოს ქვეყნები ამაში ჩართული და ეხლა მე არ ვიცი მერია ოზურგეთის მერია რამდენად მიიღებს სწორ რეაგირებას და დროულ რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. ნახოთ, ეს დღეებიც მოსულია, უახლოესი დღეებიც, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში, რა თქმა უნდა და ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ინფორმაცია იყოს, ესე ვთქვათ, მივაწვდინ ეროვნულ სააგენტოს და შესაბამის ორგანოებს და ამ თემაზე ვიმუშავებ აქტიურად. ნახოთ, რა სიზამს ოზურგეთის მერია, ყოველ შემთხვევისათვის მე დიდი იმედები არ მაქვს, იმიტომ რომ გარემოს დაცვითი მიმართულებით და რა საჯარო ინფორმაციებიც მოვითხოვეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთი ინფორმაცია არ მოუწიათ, ამიტომ ჩვენთვის უცნობია რა კარიერები იხსნება, რომელი კომპანია ხსნის, რა ხდება, ხო, რა ვადით და ის არც წიაღის ეროვნული სააგენტო გვაწვდის ამ ინფორმაციას, არც ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ნებართვის გამცემია ფორმალურად მაინც და ასე რომ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვართ. და გამჭირვალობას მე ჩვენ გვედავებიან, როდესაც თვითონ მე არანაირ არ დავიხევ უკან და აბსოლუტურად ესე ვთქვათ, მერის წარმომადგენლები ამ კარიერების წილშია ყველა აბსოლუტურად ყველა არის მეწილე და არიან ამ კორუფციულ ესე ვთქვათ გარიგებებში და ძალიან კარგად ითმობენ ხელს და მე როდესაც რაიმე ტრაგედია მოხდება, ყვითელ ვალინკებს აიცვამენ, ხელში პარკს დაიჭერენ და აი ჩვენ ვებძვით ტრაგედიას და ვებძვით წყალდიდობასო იტყვიან და მეწყერსო იტყვიან. ასაგებია. თქვენც ალბათ მიადევნებთ თვალს, როგორც უკვე აღნიშნე ამ პროცესს და ჩვენი ეთერის დასასრულამდე აუცილებლად მინდა შევეხო ცხადია ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში. ახლა აქტუალური თემა არის ტრამპის საკითხი. მისი ინაუგურაცია უკვე მოხდა, შედგა არის მოლოდინები ორივე მხრიდან. როგორია თქვენი პირადი მოლოდინები და თქვენი პირადი პროგნოზი მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი უკვე არის დონალდ ტრამპი. საქართველოსთან მიმართებაში ცხადია და ამ კონტექსტში. ჩემო ძვირფასო, ფაქტია რომ 20 იანვრამდე გავძელოთ, 20 იანვრამდე არც პროტესტი გაგრძელდება, ოიძახო და უცნება. პროტესტი გაგრძელდა და პროტესტი გაგრძელდება. მაგრამ ესე ვთქვათ, ეს თვითმართქვია ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ტერორით და ჰიბრიდული ომით ებრძვის აქტივისტებს, ჟურნალისტებს. იცით რომ გაზარდეს ჯარიმები, 1000 სისულელე კანონი, დრაკონული კანონები შემოიღეს და ამით ცდილობენ ესე ვთქვათ, შეგვაშინონ უკან დაგვახევინონ და ესე ვთქვათ, ჩაკლან ეს პროტესტი. და ძალიან დიდი იმედი ქონდათ იმის, რომ ტრამპი მოვა, პრეზიდენტ ტრამპი არის ჩვენი კაციო რა, ესე რო იტყვიან, მაგრამ როგორც ჩანს, ისე არ აღმოჩნდა, როგორც თვითონ ელოდებიან, სანქციებსაც გულისხმობ. ხოლო ეხლა ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიწვეული იყო ინაუგურაციაზე, მშვენივრად კარგად და ისე ვთქვათ, საქმიან, ესე ვთქვათ, წინადადებებს და ურთიერთობებს გააგრძელებს. მე ღრმად მჯერა ერთი რაღაც ის, რომ 33 წელი ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, რომ ის აშენდეს და შეიქმნას როგორც დემოკრატიულ სახელმწიფო, უამრავი დაფინანსება აქვს.
ჩადებული, როგორც ესე ვთქვათ, ადამიანის უფლებები გარემოს დაცვა იქნება, ასევე მუნიციპალიტეტები და ასევე საკრებულოებზე უდიდესი გრანტებია გაცემული. ამერიკის მაგას ვერ შეასმინეს ვერაფერი, თორე უდიდესი გრანტებია გაცემული და ამიტომ ძალიან დიდი შრომა და დიდი ფინანსები აქვს ჩადებული იმისთვის, რომ საქართველო შემდგარიყო დემოკრატიულ ქვეყნად და როდესაც ხედავენ, რომ აი ამდენი შრომა მათაც წყალში ჩაეყარათ და საქართველო დემოკრატიული რელსებიდან გადადის დიქტატორულ და ოლიგარქიულ და რაღაც ძალადობრივ, ესე ვთქვათ, სახელმწიფო და იქ რაღაც სხვა ქვეყნების ჩინეთის და სხვა ქვეყნების გავლენები იქნება, რუსული გავლენები. მე ვფიქრობ, რომ ეხა დიდი პოლიტოლოგი მე არ გახლავთ, მაგრამ ესე ვთქვათ, რასაც ვაკვირდები, ჩემი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ამას არ დაუშვებს არც ტრამპის ადმინისტრაცია და კიდევ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ტრამპი და არ არის ამერიკის ასე ვთქვათ, სიტყვა და საქმე, იქ არის კონგრესი და ასე ვთქვათ, რაღაც ესე ვთქვათ, ამ ერთიან პოლიტიკას, რასაც განცხადებები ერთპიროვნულად არ მიიღებთ. ტრამპი რას იზამს, მაგით ჩემამდე მაიცის. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენს ეთერში მოსვლისთვის, ყოფნისთვის. ჩვენ თვალს მივადევნებთ ფანფალეთის პროცესებს. თან მე აუცილებლად ჩავერთვები ამ პროცესში, აუცილებლად ჩავერთვები ამ პროცესში. კი ბატონო და ჩვენც მაქსიმალურად გავაშუქებთ აქ მიმდინარე მოვლენებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით პედაგოგთან, სამოქალაქო აქტივისტთან და გარემოს დაცვითი ორგანიზაცია ეკოს დამფუძნებელთან ირმა გორდელაძესთან. ახლა კი ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ახალი არჩევნებისკენ მოწოდებები, რეზოლუციები, ახალი სანქციების მოთხოვნა, მაღალი დონის ურთიერთობების გაწყვეტა, გაუქმებული შეხვედრები. ეს საქართველოსთან დაკავშირებული იმ ნაბიჯების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, რასაც ბოლო დროს ევროპელი ლიდერები დგამენ იმის ხაზგასმასთან ერთად, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგები მათი აზრით არალეგიტიმური იყო. ევროპარლამენტარი რიჰარდ სკოლსი ამბობს, რომ ეუთო ოდირის ანგარიშის შესაბამისად და ქართული ოცნების ლიდერების ქმედების შედეგად სხვაგვარი პასუხი უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენი მორალური ვალდებულებაა. არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში არალეგიტიმურია. სარა ოდირის მანდატი განსაზღვროს, იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური ან არალეგიტიმური. ეს ჩვენი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა, რომელიც ამ დაკვირვების ნაწილია და ვინც მყარ-მტკიცებულებებზე და არა ემოციებზე დაფუძნებულ ამ ანგარიშებს კითხულობს, რომ ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ. ჩვენი შეფასება კი არის ის, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და უნდა იყოს მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ამ პროცესში კი ის ნაკლოვანებები და დარღვევები უნდა აღმოიფხვრას. ევროპარლამენტის წამყვანმა წევრებმა 16 იანვარს განცხადება გამოაქვეყნეს, წერილში რომელსაც სხვებთან ერთად ხელს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აწერენ, ნათქვამია, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ისინი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებსაც ითხოვენ. დიახ, ევროპაში რაღაცები უფრო ნელა ხდება, მაგრამ საბოლოოდ ხდება. ეჭვი არ შეგეპაროთ. არავინ ფიქრობს ისე, რომ ამ ერთმა ამბავმა ჩაიაროს და ყველაფერი თავისით დასრულდება და მერე ჩავერთვებით. ჩვენ ქართულ ხალხს იმედს არ გავუცრუებთ. პარალელურად საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა შვედეთ საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას კი დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზე ინიციატივა წარუდგინეს. ბრიტანეთს ამ დრომდე უკვე სანქცირებული ჰყავს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები. ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ბოლო უახლეს წერილში განმარტა, რომ მათი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებულმა ჩრდილოვანმა სახელმწიფომ და გლობალური ომის პარტიამ, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას კულისებიდან მართავს, დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ასევე ევროპარლამენტის მსგავს მორიგ სათამაშოდ აქცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით ბრიტანეთში ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში ფინანსურ შეზღუდვებში მათთან დაკავშირებული 100-მდე კომპანია და თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია მოექცევა. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ქართულ ხალხს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მაშინაც კი თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებული გადაწყვეტილებები დროში გვიანდება, ან არც ისე მკაცრად გამოიყურება, განწყობა ევროპის წამყვან დედაქალაქებში მკაფიოა და მეტიც, ცალკეული ქვეყნების მიერ სანქციების დაწესებით არანაკლები წნეხის, ზიანისა და იზოლაციის ხელშეწყობაა შესაძლებელი.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დიპლომატიური ვიზები დიდი შეზღუდვა არაა, რომ მათ კვლავ შეუძლიათ სტანდარტული პასპორტებით მგზავრობა. მაგრამ ეს მთლად ასე არაა. შესაძლოა მცირედით, მაგრამ ეს მაინც გზავნილია. ასევე არავის გამო ურიცხავს ის, რომ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი ქართული კოშმარის შიდაწრის წარმომადგენლების მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს პერსონა ნონ გრატების სიაში, ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გასცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ ესაც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მომავალ კვირას კი ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ იმსჯელებენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას კიდევ ერთხელ გაიმეორებენ. ეკა მაღალდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.